პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კახა მიქაიასა და სერგო ჩაჩიბაიას გათავისუფლების მოთხოვნით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კახა მიქაიას არ გაათავისუფლებს, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. შეგახსენებთ, კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები კახა მიქაია და სერგო ჩაჩიბაია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს განსხვავებული აზრის მიხედვით ადამიანების დევნას. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ აღნიშნულ თავგასულ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან მოვითხოვთ სერგო ჩაჩიბაიას და კახა მიქაიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ასევე მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტი აქტივობისკენ და უფრო მეტი სოლიდარულობისკენ, ვინაიდან ხელისუფლება რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო თავს გავა და მით უფრო გამოაჩენს დიქტატურის კლანჭებს. პატრულისა და ასე ვთქვათ, მერაბიშვილის საყოველთაოდ გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს არასამართლებრივი გზით. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მისგან ეს ადამიანი განთავისუფლებული. წინა ამ შემთხვევაში ყოველდღიურად გამართა პერმანენტულ აქციებს.